მანაშერავი 6 წლის. სწავლობს სკოლა პოგრეში. სკოლა მომწონს, მან ბაღი იყო უკეთესი. ბაღში მომწონდა მეგობრები და მასწავლებლები და რომ თამაშობდი. კიდევ ძალიან მომწონდა ჭამი. ჩემი საყვარელი თამაშია Roblox. კიდევ მიყვარს თოჯინებით თამაში. სახლში მყავს 10 თოჯინა. თამაშის დროს ყველა მიჯერებს. ჩემს საყვარელ თოჯინას ქვია ბარბი. შემსავით ლამაზია და ბრანჭია. მე ძალიან მიყვარს გაბრანჭვა. ბრანჭების სარკესთან და ვისმევ კოსმეტიკას. თვალებსაც ვიღებავ და პომადასაც ვისმე. მაგ ძალიან ბევრი ლამაზი ტანსაცმელი. კაბებიც მან მიყვარს, ესე ძალიან მიხდება. ეს მიყიდა დედიკომ და ზოგჯერ ერთად შოპინგ. 2 წელია ცეკვავ პოგრეში. ბავშვობიდან მინდოდა ცეკვაზე შესვლა. მე დედიკოს ვუთხარი და შემიყვანა. თავიდან გამიჭირდა ახალი ლეცების სწავლა. ყველაზე ადვილი იყო წერებზე ასვლა და ტრიალი. ჩემს საყვარელი ცეკვა აჭარული. საყვარელი ლეცია ეს. ჯერ კონცერტი არ ქონია და ეხლა ვემზადებით. მე მინდა კონცერტი მქონდეს ბაკურიანში. სიმღერაც მეყურდა, ჩემიც ვისწავლე. ჩემი საყვარელი სიმღერა ბასტი. ბევრი სიმღერა ვიცი, მაგრამ ეხლა დამავიწყდა. შეიძლება ცოტათი ნერვიულობდა, იმიტომ. მე მინდა ვიცოდე გიტარაზე დაკვრა. ჩემი სკოლა მიყვარს, იმიტომ რომ ბავშვებთან ვერთობით და ვთამაშობ და დასვენებებზე თამაშობ და სწავლობთ, მაგით მომწონს და მასწავლებლებიც მომწონს. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ლივია, ყველაზე მშვიდია ანინა, ყველაზე ცელქია ლაზარე და დათა. მე ყველაზე ჭკვიანი და ლამაზი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. მე უკვე ვიცი ყველა ასო. ყველაზე მეტად მომწონს მასებგერა, იმიტომ ჩემი სახელი იწყება მ-ზე. ამიტომ გუ, იმიტომ რომ დაღდიახილია. ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. ჩემი საყვარელი მასწავლებელია თეონა დონაძე. იმიტომ რომ გვასწავლის, გვეხვეწება და ყველაფერს გვისრულებ და რა ქვია, როცა დასვენებებზეა თამაშობთ და კიდე თეონა გვისრულებს, რასაც გვინდა. რომ გავიზრდები მინდა გამოვიდე მოცეკვავე. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი მხატვარი. ხატვა ეხლა ძალიან მიყვარს, სულ ხატავ. ყველაზე ხშირად ხატავ თოჯინებს, მასწავლებლებს, ბავშვებს და ოჯახს. ჩემი საყვარელი ფერია ვარდისფერი. არ მიყვარს შავი ფერი, იმიტომ რომ ყველაფერს აშავებს. მე ვაგროვებ ჩემს ნახატებს. იმიტომ ვაგროვებ, რომ შევინახო და შვილებს ვაჩვენო. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნი მამიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. თოვლის ბაბუას სულ მოაქვს საჩუქრები. შაშთან მაგალითად მაჩუქა დაფა და ფერიას ჯოხი. ეს მინდა მაჩუქოს სათამაშო კატა და რა ქვია პლანშეტი. ჩემი აზრით თოვლის ბაბუ არის 18 წლის. მისი ნამდვილი სახელია ვახტანგი. სახლში ვცხოვრობ მე, დედიკო, მამიკო, ძამიკო და ბებიკო. კიდე მინდა მყავდეს 2 და 2 ძმა. ჩემი ძმა არის ვაჭლი და ქვია დავითი. ის არის ცერქი, ჭვარი, მხიარული. ჩემი აზრით დავითი რომ გაიზრდება, გამოვა ფეხბურთელი. ბები არის კარგი, ყველაფერს ყიდულობს და მზრუნველია. მამიკო ყველაფერს ყიდულობს, გვიცავს და ზრუნველია. ვაჟკაცია და ძალიან სიმპათიური. ეხლა ისრაელშია, ძალიან მიყვარს და მენატრება. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, ზრუნველი და თბილი. კიდე არის განათლებული და კაი დიასახლი. გემრიელ საჭმელის აკეთებს და მეც მასწავლა. პირველ საჭმელი რომ გავაკეთე, ვიყავი 3-ის ბებიასთან ერთად. რა გავაკეთე ტორტი, დაბადების დღეზე ტორტი გავაკეთე და საჭმელები. ახლა ყველაზე კარგად გამომდის ტორტის გამოცხობა. ჯადოსნური ოჯახი რომ მქონდეს, ადამიანებს გავხდიდი უკნავებს. სამგზავრო სიამოვნებით წავიდოდი ისრაელში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. მია რომ არ მერქმას რა მერქმეოდა. მე მიამ დამარქვა მამიკომ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ მია რომ არ მერქმას მექმეოდა ნუკე. შემდეგ მონაწილეს უტოვებ შეკითხვას. რა არის მეცი ოცნების საჩუქარი?
მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია პლანშეტი. ბედნიერება არის მამიკოს ჩამოსვლა და ყველას ერთად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.